ვართ მხნედ, ციხის პირობებშიც კი, ვსწავლობთ, ვძლიერდებით, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. განვიხილავთ თემებს, ვსაუბრობთ ქვეყანაში უსამართლობაზე. მოტივაცია იმაზე დიდია, ვიდრე ციხემდე იყო. ასეთი შემართებით დაიწყო შესავალი სიტყვის წარმოთქმა სინდისის 8 პატიმართაგან ერთ-ერთმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა. დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 პირის პირველი სასამართლოს ხდომა ჩატარდა. ნიკოლოზ ჯავახიშვილი ბრალდებულთაგან ერთადერთი იყო, ვინც შესავალი სიტყვის თქმა მოასწრო და საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ თანამოსაკნეების განწყობები გააცნო. შეაფასა ყველა სიახლე, რაც ბოლო სასამართლო პროცესიდან ახალ სასამართლო პროცესამდე გაუგია. მიმართა პენიტენციური დაწესებულების უფროსს, ქართული ოცნების წარმომადგენლებს. სასამართლოზე კი ივანიშვილის რეჟიმის გასაშარჟებლად და აქციის მონაწილეთა მხარდასაჭერად სამედიცინო პირბადითაც გამოცხადდა. როგორ ექცევით პატიმრებს, ჩვენ ჯანდაბას. პაატასალიას მიუმართავ, მობრძანდით ნომერ მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში და თქვენი თვალით ნახავთ რა პირობებში ვართ, ან მოვითხო ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროებას. ლევან მაჭავარიანს ვეხმაურები, ციხიდან რომ გამოდიან მადლობებს იხდიანო, თქვენ წინა ხელისუფლების დროს უნდა გენახათო. კომენტარებში რაც დაგიწერეს, ერთი არ აქცდეს. 2 პატიმარით სემით მოკალით, 3 ბადრაკს ყელი გამოჭრეს, 16 პატიმარის ცემეს. ეს რაც გავიგე და რაც არა, არ შეშინდე, გაბრაზდი და აჯანყდი და დაასრულე რუსული რეჟიმი. მოქმედება. პოლიციელებო, გაბოროტებული ადამიანები გინახავთ, თითოეულს მოგიწევთ პასუხისგება. აგეკრძალებათ ყველანაირი კონტაქტი გარესამყაროსთან. ნიკოლოზ ჯავახიშვილი ერთადერთი არ არის, ვინც პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ შეუსაბამო პირობებზე საუბრობს. რამდენიმე დღის წინ უწყებას ოფიციალური განცხადების გავრცელება მოუხდა, რადგან მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საპატიმროებში არსებულ მძიმე ყოფით ვითარებაზე. მაშინაც და დღესაც ყველა ბრალდებას უწყება დეზინფორმაციას უწოდებს და უწყების წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს. მეორე ინსტანციის სასამართლოში საქმეს დღეს მოსამართლე პაატა სილაგაძე უძღვებოდა. დაცვისა და ბრალდების მხარეებმა შესავალი სიტყვებითაც ისარგებლეს. ბრალდების მხარე ამჯერადაც გამამტყუნებელ განაჩენს, თუმცა უფრო მძიმე მუხლებსა და სასჯელს მოითხოვს. დაცვის მხარის მთავარ მოთხოვნად კი ბრალი სრულად გაუქმება რჩება. მათი მტკიცებით საქმეს ჯგუფური კვალიფიკაციაც ვერ ექნება, რადგან ბრალდებულებმა ერთმანეთის სასჯელახსრულების დაწესებულებაში გაიცნეს. მნიშვნელოვანი გარემოებებია საქმეში. ჩვენ პროცესების განხილვის დროს ბრალდების მხარეს მოჰყავდა მოწმეები და კანახობდა პასუხებს, რაც დასტურდება იმით, რომ მოსამართლე თამარ ჭედლიშვილი საკმაოდ გულწრფელად მიმართავდა პროკურორს და ეუბნებოდა, ნუ კანახობ მოწმეებსო. ჩემი დასვის ქვეშ მყოფს პირველმა ინსტანციამ საერთოდ გაუუქმა და აუკრძალა, რომ დაიცვას თავი მომდინარე საფრთხისგან. ადამიანს, რომელსაც ექმნება საფრთხე, აქვს თუ არა უფლება მომდინარე საფრთხე აირიდოს თავიდან. ჩვენ გვაქვს საფრთხის განაიტრალების უფლება. ჭედლიშვილმა ამ ადამიანებს ყველას რომ 2 წელი ჩამოურიგა, როგორ შეიძლება 8-დან 3-ს ორგანიზებას ედავებოდეს, როგორ შეიძლება ყველას ქმედება დანარჩენ 5-ში იყოს ერთნაირი და ყველას 2 წელს ედავებოდნენ. ასე როცა არიგებს მოსამართლე სასჯელს, ინდივიდუალიზმის პროცესი ირღვევა. ბრალდების მხარე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას. პირველი ინსტანცია არ ეთანხმება ბრალდებას. ჩვენ არ ვეთანხმებით არც ბრალდების მხარის პოზიციას და არც პირველ ინსტანციას. არანაირი დანაშაულის ნიშნები არ არის. 226 მუხლშიც საუბარია ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაზე და ვეფხია კასრაძე, როგორც ორგანიზატორი არსად ჩანს. დამისახელეთ მოქმედება, რომელიც ვეფხია კასრაძემ დაორგანიზა. ამ კითხვაზე პირველ ინსტანციაში პასუხი ვერ მივიღე და ვცდილობ მეორე ინსტანციაში მივიღო. დღევანდელი პროცესი სააპელაციო სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში ჩატარდა. სხდომას ბრალდებულების ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს არ აქვთ სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი, თუმცა განმარტავენ, რომ არ აპირებენ მათი ოჯახის წევრების 2 წლით და 2 წლითა და 6 თვით პატიმრობაში დატოვებას. ამიტომ ყველა გზას მიმართავენ იმისთვის, რომ საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე მივიდეს. ამაყი ვარ ყველა იმ პატიმრით, ვინც დღეს და 28-ში აქ გამოცხადდება, იმიტომ რომ ისინი არიან ყველაზე მაგარი ბიჭები, რომ მათ ჩათვალეს, რომ შეწყალება არ უნდა დაწერონ. ბიჭები ძალიან მედგრად შესანიშნავად არიან, კარგად გამოიყურებიან. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ახალად დაიწყო სააპელაციო პროცედურა, შესავალი სიტყვები წარმოთქვეს ბრალდების მხარემ და ადვოკატებმა. მოსამართლე ჩემი შეხედულებით ლოიალურია, იმდენად რამდენადაც ჯავახიშვილს გრძელი სიტყვა მისცა, არ სულ ისე დაკავშირებული საქმესთან. აქედან გამომდინარე
მოლოდინები ზოგადად მაინც ისეთია, როგორც ქვეყანა და როგორც რეჟიმი და როგორც სასამართლო, მაგრამ ვფიქრობ, საინტერესო პროცესები გველის არსებითი განხილვის პროცესში როცა შევა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროევროპული აქციის მონაწილე 8 პირს პატიმრობა მიუსაჯა. სინდისის პატიმართებთან 5 ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას ედავებიან, ხოლო 3 ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას. საქმე სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. სინდისის პატიმრების შემდეგი სხდომა 24 დეკემბერს 12 საათზეა ჩანიშნული.